ვიბრაციის პრინციპი ეს არის მესამე მაგიური კანონი, რომელიც გვასწავლის, არაფერია უძრავად, ყველაფერი მოძრაობს და განუწყვეტლივ ვიბრირებს. ეს კანონი იმას მოწმობს, რომ ბუნებაში არაფერია უმოძრაო, ანუ სტატიკური. მატერია, ენერგია და სული ვიბრაციულ ერთობლიობას წარმოადგენს. ამ ხედვით ძველი ეზოთერული ცოდნის საფუძველზე და სამყაროს აზრის ატლანტიდური გაგებით, სული ყველაზე სწრაფი ვიბრაციის უკიდურესი პოლუსია, რომლის სიხშირეც იმდენად მაღალია, რომ პოლუსი უმოძრაო ჩანს. საწინააღმდეგო პოლუსი მხოლოდ მკვრივი მატერიისგან შედგება. შუქი, სითბო, მაგნეტიზმი, ელექტროობა, ვიბრაციის სხვადასხვა ფორმებია. აზრები, გრძნობა, იმპულსი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ვიბრაციული მდგომარეობებია. ფიზიკური სხეული იმ სისტემების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც ერთ სიხშირეზე ვიბრირებს. ავადმყოფობები ვიბრაციული დისჰარმონიის შედეგია. როდესაც ადამიანი ბედნიერია, ეს დადებითი ვიბრაციის შედეგია. აზრები ვიბრაციიდან გამომდინარე ხდიან ადამიანს კულტურულს ან ამორალურს, ბედნიერს, მხიარულს ან დამწუხრებულს და შესაბამისად უბედურს. მენტალური ტალღების სახესხვაობების გამო ადამიანები ურთიერთობისას ხშირად უთანხმოებას აწყდებიან, რის გამოც ოდესღაც საზოგადოების კასტებად დაყოფა მოხდა. ქურუმები ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობისას სპეციალური სუნთქვების, მანტრების და კრისტალების საშუალებით ახერხებდნენ მენტალური ტალღების სიხშირის დადაბლებას. ვიბრაციის პრინციპით ხდება ჰიპნოზი, ტელეპათია, ზომბირება. ატლანტები ველურ ადამიანებსა და ცხოველებს მათ მენტალურ ტალღებზე გადაწყობის მეშვეობით მართავდნენ. ტოლტეკები ინფრაბგერას მატერიის გასანადგურებლად იყენებდნენ, ხოლო ულტრაბგერითი ვიბრაციები განკურნების მიზნებით გამოიყენებოდა. ატლანტების მაღალი ვიბრაციების ბგერებისგან შემდგარ სიმღერებს განკურნების ძალა ჰქონდა. მათი მუსიკალური ინსტრუმენტები ისეთ ბგერებს გამოსცემდნენ, რომლის აღქმაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებელია. ვიბრაციის პრინციპი წყევლის, ეგრეთ წოდებული ჯადოს არსის ამოხსნის საშუალებასაც იძლევა. წყევლაში ზებუნებრივი არაფერია. არამედ ეს მხოლოდ გამანადგურებელი ვიბრაციების ერთობლიობაა, რომელიც გარკვეული ობიექტის მიმართ იგზავნება. ანალოგიური შემთხვევაა დალოცვა, სადაც წყევლის საპირისპირო სახის დადებითი ვიბრაციის მიმართვა ხდება კონკრეტულ ობიექტზე. ტოლტეკები მაგიურ სიტყვებს და მათ კომბინაციებს ფლობდნენ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებოდა. ლოცვები სიტყვებს შეიცავდა, რომლებიც ბგერების გარკვეული კომბინაციის მეშვეობით მიიმართებოდა ამა თუ იმ ობიექტისკენ და ამ მეთოდით ხდებოდა ბუნების ძალების გამოძახება და მათი მართვა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.